გამარჯობა, მე ვარ ნინი დარჩია და ეს არის ხელოვნების ფონდი ანაგის პოდკასტი, AFA პოდკასტი და მისი მეხუთე ეპიზოდი. დღეს ჩემი სტუმარი არის კურატორი და მწერალი ვია სკანგალე და ვსაუბრობ თანამედროვე პრაქტიკებზე და პერფორმანსზე. ვია, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უახლესი ხელოვნების ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკებზე, თანამედროვე პრაქტიკებზე ხელოვნებაში და ასევე როგორც მე ვხვდები, დღევანდელი ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი ასევე დაეთმობა პერფორმანსს და იმ კვლევებს, ძალიან საინტერესო კვლევებს, რომლებიც შენ ჩაატარე ქართულ პერფორმანსზე. მოდი, რადგან თანამედროვე პრაქტიკები ვახსენეთ პირველი დავიწყოთ აქედან საუბარი და იცი რა არის, ეხლა ჩვენ ვსაუბრობდით სანამ ჩაწერას დავიწყებდით, რომ სამწუხაროდ ქართულ ენაში უახლესი ხელოვნების შესატყვისი ტერმინები ქართულ ენაზე გვაქვს ნაკლებად, ამიტომ ცოტა შეიძლება მაყურებლისთვის იყოს დამაბნეველი რა ტერმინოლოგიით ვსაუბრობთ აქ, იმიტომ რომ ხა დღევანდელი ჩვენი საკითხი, რომლითაც მინდა რომ ჩვენ საუბარი დავიწყოთ, არის სოციალური ქანდაკება და მონაწილეობითი ხელოვნება, რომელიც უახლეს, ანუ კონტემპორარი ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკებია, თუმცა სამწუხაროდ ქართულ ენაზე ამ პრაქტიკებზე ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად არის შეუძლებელი და ერთის მხრივ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ პოდკასტის საშუალებით შეიძლება რომ ქართულ ენაზე გავხადოთ ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება ბევრისთვის ძალიან გამოსადეგი იყოს და ასევე დავამკვიდროთ რაღაცა ქართული ტერმინები, ინგლისური ტერმინები შესატყვისი, როგორც მაგალითად აი პირველ ეპიზოდში მე და ირინა პოპიაშვილმა აღვნიშნეთ, რომ კონტემპორარი ხელოვნება თარგმნეთ როგორც უახლესი ხელოვნება, ხო? და მოდი დავიწყოთ სოციალურ ქანდაკებაზე საუბარი, რომელიც გულისხმობს რაღაც სოციალურ პროექტს, სადაც ობიექტი არ არსებობს დამთვალიერებლის გარეშე და ეს არის პროცესი, სადაც ვთქვათ ობიექტის შექმნაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოება იყოს ჩართული ამ პროექტში და ვთქვათ შედეგი დაიდოს საზოგადოების როგორც ცოცხალი ერთიანი ორგანიზმის არსებობით და არ არსებობს ნამუშევარი თუ არ არსებობს საზოგადოება, რომელიც მის შექმნაში არის ჩართული და შემდეგ უკვე რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანოთ და მოდი ჩემი პირველი კითხვა ასეთი იქნება, რომ რას ფიქრობ შენ კონკრეტულად ამ პრაქტიკაზე, რომელიც ახასიათებს ესე რომ ვთქვათ უახლეს ხელოვნებას? ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დამპატიჟე ნინი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პოდკასტში მივიღებ მონაწილეობას და ესეთ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ძალიან კარგია რომ ახსენე რომ ჩვენ ნამდვილად გვაკლია ქართულში ანუ აი ეს რაღაცა შესატყვისი სიტყვები და ასე რომ ანუ შეიძლება მეც ხანდახან გამოვიყენო ინგლისური ტერმინები რაც სრულიად მისაღებია. ჩვენ შეგვიძლია რომ ერთად ვისაუბროთ რომ თქვათ მაგისი შესატყვისი რა იქნება ეკვივალენტი ყველაზე კარგი ქართულ ენაში. რაც ხო, ანუ მე უბრალოდ ძალიან ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ აი ეს ტერმინებიც ჩვენც გავიმუშაოთ და დავამკვიდროთ. რაც შეეხება, ანუ მონაწილეობთ ხელოვნებას, ანუ რაც ინგლისურად არის, ანუ participatory art, ხო, რასაც ეძახიან, ანუ მაგისი ახლა ისტორია, ანუ იწყება 50-იან 60-იან წლებში. და ასე ვთქვათ, მაგ საფუძვლად დაედო, ანუ დადას პერფორმანსები, ფუტურიზმი და ასევე ალან კაპროვის ჰაპენინგები, ანუ სადაც ანუ მაყურებელი არ იყო პასიური და აქტიურად იყო ჩართული პროცესში. მე ასევე ანუ ალან კაპროვის ანუ ესე ვთქვათ კი ამბობენ რომ ჯოზეფ ბოისი იყო მაგის დამფუძნებელი, მაგრამ მე მგონია რომ ანუ რამოდენმა ადამიანმა და მიმდინარეობამ შეიტანა წვლილი ამ participatory art მონაწილეობის ხელოვნებაში. და მე ანუ იოზეფ ბოისმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, რა თქმა უნდა, მაგ მონაწილეობად ხელოვნებაში, როცა როგორც შენ თქვი, რომ სადაც ანუ ობიექტი არ იყო მთავარი და ჩართულობა და საზოგადოება და
აი ეს ამის დინამიკა უფრო იყო მნიშვნელოვანი. და ნუ თვითონაც იძახდა, რომ ყველა ადამიანი ხელოვანია და ეს ყველა პროცესი, ანუ ჩვენც როგორც საზოგადოება, რასაც ჩვენ გვქნით ხელოვნებას, ასე ვთქვათ. შემდეგ ანუ თუ ვახსენებთ იოზეფ ბოის და მონაწილეობად ხელოვნებას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვახსენოთ ნიკოლა ბირეუს, ანუ რელატიური ესთეტიკა, relational aesthetics. სადაც უკვე იქაც ანუ აი რაღაცა მონაწილეობის ხელოვნების ნაწილი არის და სადაც თვითონაც იძახდა, რომ იქაც არისო ანუ მთავარი ობიექტი ან სუბიექტი და ეს ანუ ურთიერთობა და კონტექსტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და თვითონ ნიკოლასმა ანუ თვითონ თავისი ნამუშევარი relational aesthetics, რელატიური ესთეტიკა ააგო იმაზე, რომ რიკ რიტერავანიას მონაწილეობითი ასე ვთქვათ ნამუშევარი იყო, როცა გალერეაში ამზადებდა კერძს და ვინც დაესწრო ამ ანუ ასე ვთქვათ გამოფენას, ან events, ან happenings ანუ მიირთმევდა ამ კერძს. პრინციპში ანუ შეიძლება რომ რაღაცნაირად უახლეს ხელოვნებაში კულინარიაც გადაიქცეს ხელოვნებად, ხო? კი ბატონო, რადგან ეს არის პროცესი და რადგან პროცესზე მოდის აქ მთავარი დატვირთვა, ხო? და არა უშუალოდ ობიექტზე, ხო? და შედეგზე, კი ბატონო. სხვადასხვა ეს ძალიან საინტერესო არის, რადგან ჩვენ სცენაზე, უახლესი ხელოვნების სცენაზე ყველაზე მეტად მონაწილეობითი ხელოვნების მაგალითები რაც მახსენდება სწორედ მე მგონი აი რაღაც კულინარიული ჩართვები იქნებოდა, რადგან აი მაგალითად არსებობს ნუ რა თქმა უნდა კარგად იცი მაყურებლისთვის განმარტავ, რომ ხელოვანების კოლექტივი არსებობს ესეთი და მათ აქვთ ესეთი სახელოსნოები კურორტი, სადაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მე მგონი ამ ტიპის შეკრებები, ხო? სადაც რაღაც ну ბახშამზე ესე რომ ვთქვათ ან ლანჩზე პატიჟებენ ხოლმე დამთვალიერებელს და იქ ну ერთ-ერთი აი სოციალური შეკრების და საუბრის დაწყების გახსნის დიალოგი რო შედგეს აი ამისი ფორმა არის რომ რაღაცა ამ environment-ში დაპატიჟო შენი დამთვალიერებელი ხო და გახადო ამ პროცესის მონაწილე ამ ხრივ ხო კი აბსოლუტურად გეხსოვები ანუ კურორტი კაი მაგალითია მაგისი ანუ საერთოდ თვითონ აი სოციოლოგიურად როგორ არის ერთიანი ანუ შეკრებულები ერთად მუშაობენ ანუ კოლექტიურად იგივე ანუ რაღაცა რაც აკეთებენ ივენთებს იმ სივრცეში და იწვევენ ასე ვთქვათ ხო დამთვალიერებს ხო სტუმრებს და კიდე ერთი კაი მაგალითი ალბათ მამუკა ჯაფარიძე მეც ვფიქრობდი ახლა ხო მაგასაც აქვს ძალიან ისეთი მონაწილეობითი ხელოვნების ნაწილი მაგისი პრაქტიკაში, ანუ ბევრი პერფორმანსიც იყო, ანუ 90-იანებში, რაც მამუკას აქვს და მე ალბათ შეგვიძლია ვისაუბროთ აუცილებლად კი. მაგრამ ასევე, ანუ აი მაგასთან სახში რო ავდივართ, ეგეც ანუ ნაწილი არის თვითონ როგორ ამზადებს კერძს, როგორ ერთ-ერთ მივირთმევთ, რა საუბრებიც გვაქვს, ანუ ეს ყველაფერი პროცესი ხდება და ასე ვთქვათ, მე მგონი კიდე მუშაობდა სტუდენტებს თანაც არა, თანამედროვე ხელოვნების CCH სტუდენტებთან, როცა სტუდენტები ადიოდნენ და ანუ აი პროცესებში იყვნენ ჩართულები იგივე მებაღეობა, იგივე ღვინის გაკეთება თუ კერძის გაკეთება. რაღაცნაირად როგორ არტისტულად აკეთებს, ხო? ამას გარდა იმისა, რომ უშუალოდ ეს ჰეპენინგის დროსაც ლამაზია, რა თქმა უნდა, ხო? მისი გაწყობილი სუფრა, ესე რომ ვთქვათ, მერე ფოტოგრაფიასაც რა ლამაზად აკეთებს დოკუმენტაციას ამ ყველაფრის, ხო? ხო. ჩვენ რადგან აი თავიდან საუბარი იოსებ ბოისით დავიწყეთ, ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ უფრო გასაგები გახდეს, რას გულისხმობდით ამ მონაწილეობით ხელოვნებაში, მოდი ერთი მაგალითი ვახსენოთ, რომელიც მე მგონი ყველაზე პოპულარული მაგალითია მონაწილეობითი ხელოვნების, ხო? ეს 82 წელს ბოისის გაკეთებული ესეთი
აქტი, რო ვთქვათ, გერმანიაში, ქალაქ კასელში, სადაც ბოისმა, მე მგონი 7000 ბაზალტის ქვა დააწყო მთელი ქალაქის მასშტაბით და ამ ქვის გადაადგილება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვის მაგივრად დაირღვებოდა მუხის ხე და რაღაცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ პროცესში ჩაერთო მთელი ქალაქი და მართლაც დაირგო 7000 მუხის ხე და რეალურად ანუ აქ მთავარი ამბავი არ იყო ის, რომ ხეები დარგულიყო, ხო? აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პროცესი, რომელშიც ჩაერთო მთელი ქალაქი და რაღაცნაირი ეკოლოგიური ცვლილება გამოიწვია, ხო? ალბათ ამ აქტმა, რომ ქალაქმა შეიძინა 7000 მუხის ხე და მე მგონი ეს აი მონაწილეობითი ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება ის, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილება მოყვებოდეს შემდეგ. ამას, როგორც ვთქვათ, ქალაქ კასელის შემთხვევაში იყო ეს ეკოლოგიური გაუმჯობესება, ხო, ამ ქალაქის. კი, ძალიან კარგი მაგალითია ნინი, რომ და მიხარია, რომ ეს მაგალითი მოიყვანა. კი ბატონო, ანუ აქ ჩვენ ვლაპარაკობთ ანუ კოლექტიურ ჩართულობაზე, იმისთვის, რომ რაღაცა გავაუმჯობესოთ, გავაკეთოთ და ანუ ასე ვთქვათ, ყველა ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, ასე ვთქვათ, ხდება ამ happening-ის თუ event-ის ნაწილი, ხო? ასე ვთქვათ, ხდება ამ ნამუშევრის ნაწილი. და ნუ ძალიან მნიშვნელოვანი ისიც რა თქმა უნდა, რომ ეხა ამ მაგალითში რაც შემოიყვანე და რომელიც ანუ მე მგონი 3 თუ 4 წელიწადი გრძელდებოდა ეგ პროცესი, სანამ 7000 ხე დაინერგა. კი, ეკოლოგიური, ანუ ძალიან ბევრი ბენეფიტები მოყვა, მაგრამ ჩვენ ასევე თუ ვლაპარაკობთ მონაწილეობთ ხელოვნებაზე, მე ძალიან მინდა რომ ვახსენო Claire Bishop-ი. და მაგისი წიგნი Artificial Health. სადაც თვითონ აკრიტიკებს ამ მონაწილეობთ ხელოვნებას და მაგალითად ნიკოლა ბიორას ან ძალიან აკრიტიკებს და იმასაც იწახის, რომ და ორ ნაწილად შეგვიძლია, რომ ეს კრიტიკა ესე ვთქვათ, გავანაწილოთ. ანუ ერთი არის რომ ის თulis რომ მაგალითად ანუ იგივე რაც ანუ აი ვახსენეთ რიკრიტი რავანიანის მაგალითი რომ გალერეის სივრცეში რომ ამზადებენ კერძს და ასე ვთქვათ ქმნით ამ კომფორტულ გარემოს და ხალხი რო ესწრება და ეს ძალიან კომფორტულია და ესეთი სასიამოვნოა რომ აი ეს არის პოლიტიკური და რადიკალური ასე ვთქვათ აქტი. ხო, ანუ აი ამ რაღაცა კარგი ატმოსფეროში შეიძლება ვერ შეძლო რაღაცა კითხვების დასმა. იმიტომ რომ ნუ ეგეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ კრიტიკულად რო შეხედო, როცა კეთებ შენ ნამუშევრას, რომ აი რაღაცა კითხვების დასმა საჭიროა და აი ამ სასიამოვნო აქტში აი ეს კითხვების დასმა ცოტა რთულია. და ასევე ლაპარაკობს ამ კოლექტიურობაზე, აკრიტიკებს, ასე ვთქვათ, ამ ანუ აი ცნებას რაც არის და იძახის რომ მაინც ანუ ხელოვანი დგას სათავეში ამ აქტის. თვითონ არის ანუ ამ პროცესის, ასე ვთქვათ, იდეის ავტორი რეალურად. იდეის ავტორი, კი ბატონო, კი და ასევე ანუ მერე თავის კრედიტებს ინსტიტუციურადაც აიღებს და მაინც თვითონ არეგულირებს ამ პროცესებს და მაინც უფრო ნუ მაგისი არის. მე მართალი გითხრა ვერ ვხედავ ამაში რაღაც განსაკუთრებულ პრობლემას. შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ მე ვმუშაობ თბილისის სახელოვნებო სცენაზე და პრინციპში ამ ტიპის შეკრებები მგონია, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის. ეხლა გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინ მე თვითონაც მქონდა ეგეთი ინიციატივა, რომ სხვათა შორის ეს არის მე მგონი ობრისტის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა, სადაც სტუდენტებს ან სხვადასხვა
ადამიანების ჯგუფს პატიჟებს ხოლმე საუზმეზე და საუზმე არის მისი შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ხო და ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო თუ თბილისშიც ამ ტიპის პრაქტიკას გადმოვიტანდი და ეს მეგონა რომ იქნებოდა რამდენჯერადი თუმცა სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ერთჯერადი აღმოჩნდა, მაგრამ მოკლედ გალერეაში გავაკეთე ესეთი ღონისძიება, სადაც ჩვენი კოლეგები, არტისტები მათ შორის, კურატორები, ხელოვნებაცოდნეები, მოკლედ ჩვენი წრე, ესე რომ ვთქვათ, დავპატიჟე საუზმეზე, სადაც შეგვეცლო რომ რაღაც აი ეს მომენტი რა, რაღაც მონაწილეობით ხელოვნება, თუმცა რა თქმა უნდა მე იქ არტისტი არ ყოფილვარ და ჩემი ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ჩვენ გვქონოდა რაღაცნაირად ადგილი და დრო შეკრების, სადაც ბევრ საკითხზე შევძლებდით ერთმანეთთან საუბარს, გაზიარებას, რაც მგონია, რომ შემდეგში პროცესებს ეხმარება უბრალოდ და ეს რაღაც უფრო მეტად ახლო ურთიერთობები მგონია რომ მხოლოდ თუ დაეხმარება რა ჩვენ სფეროს ხო და გამოვიდა სხვათა შორის ძალიან საინტერესო ღონისძიება და ეს მაგალითი მინდოდა მომეყვანა იმიტომ რომ სხვათა შორის არც ისეთი აი როგორ თქვა კომფორტული გარემო იყო იმისთვის რომ ჩვენ მხოლოდ რაღაც სასიამოვნო თემებზე ვსაუბრობდით იმიტომ რომ იყო იქ საკმაოდ ისეთი კრიტიკული საკითხები დაისვა და რა თქმა უნდა რომ ამ კითხვების ავტორები ძირითადად იყვნენ არტისტები და ეს ისედაც გასაგებია ხო და გამოვიდა ძალიან საინტერესო დღე იქიდან გამომდინარე რომ მაგალითად კერძო გალერეაში ხდებოდა ხო ეს შეკრება და ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ვთქვათ აი კერძო გალერეების ფუნქციაზე, რა ფორმით უნდა არსებობდნენ, როგორი უნდა იყოს, რა ტიპის უნდა იყოს ეს გალერეები და მე თვითონაც როგორც ერთ-ერთი კერძო გალერეის გალერისტი, ესე რომ ვთქვათ, ხო, არც ისეთი მოკლედ კომფორტის ზონა იყო რა, ჩემთვის ეს ყველაფერი და პირიქით ძალიან სასიამოვნო იყო და ბევრი ისეთი საკითხი განიხილა იქ, რომელიც აი დღემდე ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა რა. ამიტომ მე მხოლოდ მივესალმები აი ამ ტიპის ჰეპენინგებს და მონაწილეობით ხელოვნებას ესე რომ ვთქვათ და გვაკლია კიდეც მე რომ მკითხო ამ ტიპის შეკრებები რა. კი ბატონო, კი, არა, გეთანხმები რომ ეგეთი საუბრები და შეკრებები ჩვენ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ანუ ძალიან პატარა სცენა არის და ხო, არ უნდა შევქმნათ ერთმანეთს რაღაცნაირად კომფორტის ზონა. ხო, აბსოლუტურად, კი ბატონო, კი. მე ანუ უბრალოდ ვიფიქრე რომ ანუ ეგეც Claire Bishop-ი უნდა ვახსენო, ანუ ვახსენო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ძალიან მაგისი კრიტიკაც რომ და მეორე მხარე რომ გავიგოთ და მოვისმინოთ ან როცა ვლაპარაკობთ მონაწილეობით ხელოვნებაზე, მაგრამ მე მგონი თვითონ აი რასაც თვითონ Claire Bishop-ი თვითონ გულისხმობს მაგაში, ანუ ეგეთი თქვათ ანუ მე მგონია რომ ეხლა რასაც შენახსენე ის მაგალითი რომ თქვენ საგალერეო სივრცეში შეიკრიბეთ, ანუ ასე ვთქვათ, გაცვალეთ იდეები და კრიტიკულად რაღაცა კითხვები დასვით და ეგეც რაღაც ნაწილად არის ხო, შეიძლება ჩაითვალოს მონაწილეობით ხელოვნება, მაგრამ არ იყოს სათავეში ერთი ხო, რა თქმა უნდა. არტისტი, რომელიც მერე თქვათ იტყოდა, რომ ეს არის ჩემი ნამუშევარი. ხო ხდები, აი ეს არის განსხვავება, ხო? ანუ აქ რაცა თქვენ შეიკრიბეთ და ყველა ამის ნაწილი იყავი. ხო, უბრალოდ სოციალური აქტივობა იყო, უფრო მეტად ვიდრე ნამუშევარი ალბათ. ხო. და როცა ვიძახით, რომ ეს არის რაღაცა ნამუშევარი, ანუ და ნუ ეს ნამუშევარი ეკუთვნის ვიღაცას. უკვე კრედიტები როცა იწერება. კი ბატონო, ხო, ეხა აი რაღაცა ფრენსის ელისი, აი ის მაგალითი, ხო? მე მოვყვეთ ეგ მაგალითი, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მაგალითი. ხო და იქ სადაც ანუ დიუნასთან თუ მთასთან ანუ მოიწვია მაგალითად მოხალისეები, ხო? და ისინი ნიჩბებით გადაიტანეს. ხო, პერუში კი ბატონო 2002 წელს ეგ მოხდა ეგ მონაწილეობითი ხელოვნების ერთი საინტერესო ნამუშევარი. და ნუ კი ბატონო, ანუ იდეა ის არის, რომ თქვათ ყველამ ჩაერთო, მაგ აი მოხალისეებს დაურიგა ფრენსის ელისმა ნიჩბები და თხოვა, რომ დიუნიდან ეს მიწა გადმოეყარათ ამ ნიჩბებით. და რაღაცა თან ცოტა
აბსურდთანაც გვაქვს მე მგონი ამ შემთხვევაში საქმე, რომ იდეა იყო ის, რომ კოლექტიური მონდომებით და სურვილით ფრენსის ელის სურდა ეჩვენებინა, რომ მთის გადაადგილებაც კი არის შესაძლებელი, ხო? ხო. კი ბატონო, ხო და მეც როგორც ხელოვან ადამიანს, მეც მაგის იმჯერა. რომ ჩვენ რაღაცა კოლექტიურად შეგვიძლია, რომ მთის გადაადგილება შეგვიძლია და რაღაცა პროცესების დაცვა და გაუმჯობესება. მეც პირადად მაგის იმჯერა. მაგრამ აი თვითონ იმის კრიტიკა არის, რომ თქვათ ვიღაცა რო იღებს ასე თქვათ კრედიტებს მაგ ნამუშევარზე, ამ კოლექტიურ ნამუშევარზე, ცოტა რაღაცა აი ეს power dynamics და ცოტა იცვლება და ასე ვთქვათ ხდება ცოტა შეიძლება არეთიკური გახდეს. ხო. მაგრამ რეალურად აი ახლა ფრენსის ელისის შემთხვევაშიც პრინციპში მან როგორც არტისტმა მოიწვია, მე მგონი 500-მდე მოხალისე, ხო, რომელიც ამ მონაწილეობით ხელოვნებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ხო და ამ შემთხვევაში მე მგონი კრედიტები არც თუ მე ისე უხერხული აღარ გამოდის, იმიტომ რომ რეალურად არტისტი გიწევს თავის პროექტში როგორც მოხალისეს, ხო? ანუ შეხვარ გატყუებენ, რომ ეს რაღაც უბრალოდ აქტი, ანუ ერთი კონკრეტული პიროვნება გიწევს თავის პროექტში. და მე აღარ მგონია ესეთი უხერხული, რომ ამ პროექტის კრედიტები ეწერება მაგალითად ფრენსის ელის, რომელმაც კონცეფცია გაუზიარა ალბათ პირველ რიგში, ხო? ამ მოხალისებს უთხრა რას აკეთებდა, რატო აკეთებდა, რომ ეს იყო ჰეპენინგი, ეს იყო მონაწილეობითი ხელოვნება, რომელიც უნდოდა მას შეექმნა როგორც ნამუშევარი, ხო? ხო და ხო, მაგრამ როცა შენ ეძახი მაგას კოლექტიურ ნამუშევარს, ეგეც ცოტა, ეგეც პრინციპში არის, არა? თუ ფრენსის ელისთან 500-ივე მოხალისეს სახელსაც ჩავწერთ ამ კი ნამუშევარში. ბატონო, ხო, კი ბატონო. მაგრამ იცი რა არის, მაგალითად ინსტიტუციურად, ხო? ახლა ფრენსის ელისი, რაღაცა მაგ ნამუშევრით რაღაცა შეიძლება კიდევ უფრო ცნობილი გახდა. უფრო ინსტიტუციურად უფრო საინტერესო გახდა მუზეუმებისთვის, ხო ხდები აი ის და ვინც მოხალისეები ამან ხო, კი ბატონო, ხო. აი მაგაში არის რაღაცა ძალიან პატარა ზღვარია, როგორც ყველაფერში, ხო, ამბივალენტური მომენტი ალბათ ერთის მხრივ რატომაც არა, მაგრამ მეორეს მხრივ ხო, ალბათ სწორი იქნება, რომ ყველა იმ მონაწილის სახელი ასევე არსებობდეს ამ ნამუშევრის კრედიტებში და შემდეგ უკვე ალბათ აღარ იქნება უხერხო. ნეტა იყო ეს კი არ ვიცი. ხო, კაი კითხვა. ხო, იქნებოდა ალბათ, იმიტომ რომ ფრენსის ელის ძალიან უყვარს რაღაც ეს სოციალური ხელოვნება მათ შორის და მგონია რომ წესით უნდა გადავამოწმო. ეგ საკითხი, ხო. საინტერესო იქნებოდა. და აი ერთი კიდე კარგი მაგალითი, რომელიც მონაწილეობის ხელოვნების ესეთი კაი მაგალითია და ასევე პერფორმანსი. ეს არის იოკო ონოს პერფორმანსი, რომელიც 1964 წელს იყო გამართული, სადაც თვითონ იჯდა ჩაცმული და ედო მაკრეტელი. და მაყურებელი, ვინც, არაფერს არ ამობდა. არაფერი, უბრალოდ იჯდა და ვინც მოდიოდა, იღებდა ამ მაკრეტელს და ნელ-ნელა აჭრიდა ტანსაცმლის ნაწილებს და ეგ არის ძალიან საინტერესო. აქ უკვე არა მარტო მონაწილეობითი ხელოვნება, ვინც მოდის და იღებს იმ მაკრეტელს და აჭრის, არამედ კიდე აი სხვა მომენტები ერთვება, რომ აი რაღაცა საზოგადოების, ასე ვთქვათ, შენ რო ხარ ძალიან ესეთი გახსნილი ალბათ. გახსნილი და ცოტა დაუცველი, აი რაღაცნაირად. ხო, რატო ენდობა ნეტა ყველა დამთვალიერება? ხო, აი თითქოს რომ ეხა აი რაღაცა შენი საზღვრები რო არ დასვა, აი რამდენად ხალხი მაგას გამოიყენებს. ზუსტად. ხო, აი
ხოდებს მაგრატელი ხო შეგიძლია რომ არა იყო და არაფერი არ გააკეთო. ხო, მაგრამ ნუ აი ეს ვინც ანუ დაესწრო იმ პერფორმანსს რომ მაინც იღებდნენ ამ მაგრატელს და ძალიან მოვიდნენ და ნუ სანამ აი თითქმის გაშეშულდა მაინც აჭრდნენ რაღაცა ტანსაცმლის ნაწილებს და ეგეც ძალიან საინტერესო და აი უფრო აი ესეთი მონაწილეობითი პერფორმანსები უფრო ალბათ მე პირადად ნუ ძალიან ჩემთვის საინტერესო რომ ძალიან ისეთ კითხვებს ვავს ხო ანუ ესეც რა თქვა vulnerability ხო რასაც ქვია რომ როცა ხარ vulnerable აი რამდენად ის მომენტი შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს. ხო, შენ საწინააღმდეგო. შენ საწინააღმდეგო. იცი, ხო, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენ წინა ეპიზოდში ქეთი შავგულიძესთანაც ვისაუბრეთ კონკრეტულად ამ საკითხზე, რომ უახლეს ხელოვნებაში სხეული არ განიხილება როგორც სილამაზის ობიექტი, ხო? და ეს რაღაც ერთგვარი მედიუმი არის შენი ხელოვნების შესაქმნელად რა. და მოდი ამ კითხვას შენც დაგისვავ და შემდეგ გავაგრძელოთ ამ მაგალითებით საუბარი, რომ მაგალითად როგორ ფიქრობ, უახლეს ხელოვნებაში არის სხეული პოლიტიკური ველი, აი ადამიანები, ხელოვანები იყენებენ მას როგორც პოლიტიკური არახს საკუთარ სხეულს გულისხმობ რა. კი, მე ვთვლი რომ კი. კი ბატონო, იყენებენ სხეულს როგორც პოლიტიკურ ასე ვთქვათ, არენად შეგვიძლია და პოლიტიკური ასე ვთქვათ სხეული ხდება ჩვენი ფიზიკური სხეული. ასევე მე ვთვლი, რომ სხეული ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ფემინიზმში, ანუ როგორ ვთქვათ, ქალი იყენებს თავის სხეულს არამედ როგორც ობიექტი და ესთეტიური სილამაზის ობიექტი და იყენებს სხეულს, რომ როგორც მედიუმი, რომ მაგ სხეულით დასვას ალბათ კონკრეტული საკითხები კი ბატონო, კი. და ასევე მგონია, რომ სხეული, ანუ და მე ჩემ კვლევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულს, იმიტომ რომ პერფორმანსებშიც, ანუ რა თქმა უნდა, თავარი მედიუმი არის სხეული, ნუ ძირითადად, სადაც სხეული არის გამოყენებული. და მე ვთვლი, რომ კიდე სხეული, ანუ ჩვენ ხო ტრავმებს სხეულში ანუ სხეულში ინახება ჩვენი ტრავმები, რაც ყველაფერი რაც კი ბატონო, კი, რაც გამოვიარეთ და ნუ მაინც ჩემ კვლევაში მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სხეულს და თქვათ მგონია, რომ აი 90-იანებში რაც ტრავმული და პოლიტიკური დაძაბულობა იყო, აი ეს ხელოვანები ამ პერფორმანსებით ახერხებდნენ ამ არტიკულაციას და ამ ტრავმების დამუშავებას სხეულით, მაგალითად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გასვე ახლა შენ და მე მაქვს რაღაც ესეთი აზრიც და კითხვაც. შეიძლება პერფორმანსი განვიხილოთ როგორც ერთგვარი რიტუალი მაყურებლისთვის, რომელსაც ზუსტად აი ის იმიტომ რომ სხეული იმახსოვრეს ტრავმებს, ხო? შეიძლება ეს იყოს რაღაც კოლექტიური განკურნების ან ტრავმის დამუშავების პროცესიც კი? კი, მე მგონია, რომ კი, ანუ სხეული საერთოდ ხო რაღაცა კიდე შეიძლება აი ტრანსფორმაციის ნიშნად წარმოვიდგინოთ, ხო? ანუ ეხლა დღესდღეობის აქ ვართ, მაგრამ შეიძლება რომ აღარ იქნები ამ ქვეყნად, ეს სხეულიც ტრანსფორმაცია იქნება რა რაღაცას რაღაც მომენტში აღარ იქნები და ეგეც ხო ტრანსფორმაცია არის, მაგრამ ნუ აი ისიც რასაც ვილაპარაკეთ, რომ ან ტრავმების დამუშავების მედიუმიც მე მგონია, რომ სხეული ძალიან საინტერესო ამ პერფორმანსის
მხრივ. ეხლა მაგალითად ძალიან საინტერესო მაგალითი მინდა მოვიყვანო 90-იანები წლებიდან. როცა მამუკა ჯაფარიძე ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო 1992 წელს და ერქვა სან სებასტიანი. და მამუკა ესე იგი ეს პერფორმანსი ჩაატარა ქარვასლაში, სადაც ანუ იმ სივრცეში თავისთავად თითქმის იყო შიშველი, თავისთავად შეღება თეთრ საღებავით, კი ბატონო და თავისთავად მიაბა ბოძს. და ანუ ეს ძალიან საინტერესო კონტექსტი, ხო, ანუ 90-იანები, 92 და ამ დროს თვითონ მამუკა როგორც ყვება და ძალიან საინტერესო ყვება, ასე ვთქვათ, მაგის ისტორიას მოგიყვებით. რო შემოდის ანუ მხედრიონი, შემოდის მხედრიონი იარაღით და ეკითხება რომ თუ რა ხდება აქ. აი მე ქარვასლაში. ხო, ანუ უშუალოდ პერფორმანსი. ხო, ანუ გამოფენა, პერფორმანსია და ნუ ხალხი და ნუ რაღაცა უცებ დაადგა, აი ხო ხდები კონტექსტი, ხო, აი რამდენად მნიშვნელოვანია კონტექსტი და აი ამ კონტექსტთან მუშაობდა მამუკა, რომ აი რაში ვცხოვრობთ და ეს რაღაცა ტანჯულობა და ეს რასაც ჩვენ გავდივართ, ხო, ურთულესი პერიოდი და ნუ აი ეს მხედრიონი დაადგა იარაღით და ნუ ეკითხება თუ რა ხდებაო და ნუ გამოფენავდა ის ნუ გაგიჟდა რაღაცა ხო ხდები, ანუ ცოტა ვერ გაიგო რომ ეს რაღაცა შიშველი კაცი შეღებილი ბოძს მიმული, ხო, ნუ მოკლედ რაღაცნაირად იმას აქნეს გაიცინეს და წავიდნენ და ნუ მოკლედ მე ასე ვთქვათ მამუკა ძალიან საინტერესოდ თავის ნამუშევრებში სიტყვებით თამაშობს, რომ რაღაცა აი თვითონ იყო რაღაცა სან სებასტიანი როგორც ისე ვთქვათ მთავარი სუბიექტი და ნუ რაღაცა კიდე სიტყვებით თამაშობდა, რომ ეს ის არის, ანუ აი რაღაცა თითს რომ მიეშვებს ის არის, მაგრამ როგორც ასევე ის არის, ხო, კი ბატონო, იმიტომ რომ ანუ შულდით გასროლილი ის არის, ასე. ანუ სან სებასტიანი ხო ისრებით იყო მოკლული. და მე ამის შემდეგ მოკლედ წავიდა აბანოებთან, სადაც იქ უკვე მე ჩამოიბანა ეს საღებავი. და ესეც ასევე იყო პერფორმანსის. ესეც ხო, პერფორმანსის ნაწილი. ოღონდ ნუ აი რაღაცა ყველა ხა წარმოიგე 90-იანებში რომ ხალხი რო უყურებს და აი რა ხდება, რატო, ანუ ხო ხდება ცოტა აი უნდა ჩამოაყრჩონ თუ რატო, ანუ ამდენი ხალხი და ის ერთი რაღაცა ისეთი პერიოდია ეს 90-იანები, რომ რეალურად არსებობს რაღაცა ნაწილი საზოგადოების, რომელსაც არც ამ ტიპის პერფორმანსი არ უკვირს და არც ის თუ ეს კაცი, იმიტომ ესე გამოწყობილი რომ უნდა ჩამოაყრჩონ რაღაცა ორი უკიდურესობა, შეიძლება ჩვეულებრივად ორი უკიდურესობა კი არა, ხელოვნება და აი ეს უკიდურესი დაჯის მეთოდი ვთქვათ, ჩვეულებრივად ორივე მისაღები იყოს რა, აი პრინციპში ორივე ხდება იმ მომენტში ამ ქალაქში რა, ანუ არც ერთი გიკვირს და არც მეორე. ხო, კი ბატონო, კი. შეიძლება მაგ დროს კიდე უფრო საინტერესო იყო მე მგონი ხელოვნების კეთება. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორია რა თქმა უნდა ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე იცი რა, ნუ მე არ მინდა ანუ რომანტიზაცია. არა. არ მინდა, მაგრამ თვითონ რთული დროები ქმნიან უფრო საინტერესო ხელოვნებას, უბრალოდ ისტორიამ გვაჩვენა ეს. ხო, თვითონ ხელოვანები ცოტა ანუ ზოგი, ყველა არა, მაგრამ ზოგი ცოტა ნუ აკეთებს მაგის რომანტიზაციას 90-იანების, რაც მე პირადად მეც ძალიან არ შემიძლია. აი არსებობს საქართველოს ისტორიაში რაღაცა პერიოდები, მათ შორის საბჭოთა საქართველო, რომელთა რომანტიზებაც არის წარმოუდგენელი, თუმცა ვიცით, რომ თქვათ იმ 30-იან წლებშიც და შემდეგ უკვე 80-90-იან წლებშიც ნამდვილად ძალიან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხელოვნება იქმნებოდა საქართველოს ხელოვნების ისტორიიდან გამომდინარე, ხო? რომანტიზების გარეშე, თუმცა ეს იყო ესე, ხო? მაგრამ ნუ აი თვითონაც ხელოვანები, რომელიც ანუ იძახიან, რომ
ეს 90-იანები ძალიან კარგი და საინტერესო პერიოდი იყო მაგათთვის. ანუ ასე ვთქვათ, ხელოვნების ბაზარიც არ იყო, არაფერი არ ხდებოდა და თითქოს უფრო თავისუფლად გრძნობდნენ თავს, რომ შეექმნათ ნამუშევრები, ასე ვთქვათ, ძალიან ყველანაირი ჩარჩოების გარეშე ბაზარი, ანუ ეს რაღაცა ყველაფერი იყო მოხსნილი, ასე ვთქვათ, ანუ ეს საბჭოთა კავშირი დაინგრა და მე მაინც მგონია, რომ ეს რაღაცა კი ბატონო საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ეს რაღაცა შეიძლება იმედი იყო, რომ რაღაცა უკეთესი იქნება. მაგრამ ასევე რომ ვფიქრობ, რომ და მახსენდება ამის კონტექსტი, რომ ეს უშუქობა, უწყლობა ანუ საკვების არ ქონა პური და ეს წლები ხდებოდა და აი ამ კონტექსტში როგორ მუშაობდნენ, ეგ ძალიან საინტერესოა და ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არის ჩემ კვლევაში, რომელიც ანუ აი პერფორმანსების მხრივ ვიკვლევ. იცი ალბათ დრომაც განსაზღვრა ესეთი რაღაცეები, ანუ აი კომფორტში აჩვია ადამიანი და ბუნებრივიც არის რა, იმიტომ რომ ახლა გამახსენდა რომ ადრე თეა გვეტაძეს აქვს ჩემთვის მოყოლილი, რომ აკადემიაში სწავლის დროს ზამთარში მაგალითად ჭერი აკადემიის არ იყო ბოლომდე გადახურული და ხატვის დროსო ზამთარშიო, აი მახსოვსო, ფიფგებიო, როგორ მეცემოდაო ხელზეო, წარმოიდგინე რა სიგიჟე არის. აი დღევანდელ მოცემულობაში წარმოიდგინე ეხლანდელი სტუდენტი, რომელსაც სტუდიოში ხატვის დროს ხელზე ათოვს. და ეს არც უნდა იყოს რა ნორმალური, ანუ ამას რა თქმა უნდა, რომ დღევანდელობაში სტუდენტი არ უნდა შეეგუოს, მაგრამ აი რაღაცა მაინც არსებობდა პერიოდები, ყველაფერს ეგუებოდა რა, ალბათ ადამიანი ამას იღებდა როგორც ჩვეულებრივ და ნორმალურ მოცემულობას და აგრძელებდა მუშაობას რა. აი მაინც ახლა ჩემთვის წარმოუდგენელია 90-იან წლებში საერთოდ ვერ ხვდები ადამიანები როგორ ცხოვრობდნენ ამ სიგიჟეში და არა თუ ცხოვრობდნენ, პლუს კიდე იმის დროც და ხალისიც ჰქონდათ, რომ რაღაც ამ ძალიან კარგი ხელოვნება შეექმნათ რა. აი თეას ეხატა მაგალითად მამუკას პერფორმანსები ეკეთებინა და მამუკას გარდა ეს წარმოუდგენლად საინტერესო კოლექტივი იყო, ხო, ხელოვანების, რომლებმაც შექმნეს რაღაცა ისტორია ქართული ხელოვნების ისტორიაში, ხო, ეს მე-10 სართული მარჯანიშვილის სახელოსნო, ხო, მარჯანიშვილის სახელოსნოს, კი ბატონო, კი და მაგ მხრივ ანუ მეც ანუ აი ძალიან გონია რომ ეს ერთობლიობა და კოლექტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგ პერიოდში, ანუ აი ეს ხება ეხმარებიან მაგ დროს ადამიანები ერთმანეთს, რომ რაღაც მარტო არ ხარ ზუსტად რთულ სიტუაციაში და ჩვენ რაღაც ყველას ერთი გასაჭირი გვაქვს. კი, მაგრამ ნუ მაგ პერიოდში კარლო კაჭარავა ძალიან დიდ როლს თამაშობდა ამ კოლექტივების შეკვრაში. ასევე კითხვების დასმაში, ასევე განათლებას, ანუ ძალიან ნაკითხი, ძალიან განათლებული, ძალიან კრიტიკული აზროვნები, აბსოლუტურად კი. და მე მგონია, რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა კარლო კაჭარავამ იმ პერიოდში, ხო, თანამედროვე ქართული ხელოვნება შეიძლება რომ ესეც ითქვას. კი, აბსოლუტურად კი, მაგის ნაწერებშიც მაგის დღიურებშიც, ანუ მაგის ნამუშევრებში ყოველთვის არის ეს რაღაცა ის პერიოდი აღწერილი და როგორ მაინც ანუ მიუხედავად აი ყველაფრისა მაინც ახერხებდა ინფორმაციის მოძიება, ამ ინფორმაციის გავრცელება, ანუ ასე ვთქვათ სხვა არტისტებთან როგორ კრიტიკულად მუშაობდა და თქვათ ანუ ასევე თავის ანუ მეგობრებთანაც ვისთანაც ერთად მუშაობდათ ძალიან კრიტიკულად მაინც იყო რომ თქვათ ერთმანეთს აკრიტიკებდნენ და იძახდა რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს რაღაცა კრიტიკულობა და ფიდბექი იყოს ასე ვთქვათ მუშაობაში და ხო ძალიან ასე ნუ ძალიან ადრე წავიდა 30 წლის ასაკში და ნუ აი ეს რაღაცა მე მგონია რომ რაღაცა ერთი პერიოდი დამთავრდა აი 94 წელს როცა კარლო კაჭარავა გადაიცვალა აი თითქოს რაღაცა ერთი პერიოდი ნამდვილად დასრულდა და
მე გარდაიქმნა სულ სხვა რაღაცაში. ნამდვილად. კი. ისე როგორ ყველა მნიშვნელოვან პერიოდს ყავდა ერთი რაღაცნაირი ფლაგმანი, ხო? აი როგორც კარლო იყო და როგორც მანამდე იყო დიმიტრი შევარდნაძე, რომელმაც ასევე განსაზღვრა რა იმ პერიოდის ხელოვნება და ამ ადამიანების ბედი ზოგადად რა. კი. არა, კი ნამდვილად ძალიან საინტერესო და უბრალოდ აი წარმოუდგენელია რამდენი ნამუშევარი დატოვა კარლომ. ანუ ნაწერი ჩანახატები, ფერწერა, ხო, ანუ უბრალოდ წარმოუდგენელი. აი რო ვფიქრობ რა აი და რა მოკლე დროში მაგან მოახერხა, იმიტომ რომ წარმოვიდგინე ახლა სტუდენტი და ნუ აი სტუდენტობის ალბათ მე აი რაღაცა 8 წელიწადში, 10 წელიწადში აი რაც ამდენი რაღაცა რო გააკეთა და მოასწრო და პროსტა წარმოუდგენელია მართლა აი დღესდღეობით წარმოუდგენელი და როგორი იყო ასე ვთქვათ მეგობრული ძალიან სოციალური ანუ ძალიან ისეთი იყო მაგრამ ნუ გახსნილი კი ბატონო კი მაგრამ ჩვენ ანუ აი ჩვენ რო ახსენე რომ თითქოს აი რაღაცა ნორმალიზება მოხდა მაგ იმისი 90-იანების მე მაინც უფრო მგონია რომ შეიძლება აი ამ ნამუშევრებით ანუ რაღაცა ის resilience გამოხატეს ანუ აი ამ პერიოდის ხო კონტექსტის მიმართ რა ანუ აი ეს ნამუშევრები როცა მაგ პერიოდში იყო აი ნორმალიზებაზე მეტად უფრო გულისხმობ იმას, რომ ადამიანი უბრალოდ ეჩვევა და ეგუება ყველაფერს, იმიტომ რომ 6 წლის წინ ჩვენც რაღაცნაირად შევეგუეთ მოცემულობას, რომ იყო პანდემია და რაღაცნაირად ბუნებრივად მივიღეთ, რომ თითქმის 2 წელი სახლში უნდა მჯდარიყავით, ხო? და რაღაცა მომენტში გახდა ეს ნორმა, იმიტომ რომ შევეგუეთ და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ადამიანს აქვს სამწუხაროდ რესურსი, რომ ყველანაირ ცუდ მოცემულობას შეეგუოს და განაგრძოს არსებობა რა ხელოვნებაც აკეთოს და წეროს და მუსიკაც წეროს და წიგნიც და ყველაფერი მოკლედ დატოვოს ისევ როგორც იყო, თუმცა განსხვავებულ ცუდ მოცემულობაში რა. იცი რა, აი შეგუებაზე რომ ვფიქრობ, შეიძლება შეეგუო და არ გააკეთო, ანუ აღარ გააგრძელო მუშაობა და უფრო რაღაც დანებდე. და შეიძლება შეეგუო და კიდევ უფრო რაღაცა იმაზე შეეცადო რომ შეცვალო. აჰა, იცი ორივე შეიძლება იყოს პროტესტის ფორმა რა. ერთი ის რომ მოცემულობა იმდანაც შენთვის წარმოუდგენელი და მიუღებელი არის რომ აქ უბრალოდ არაფრის კეთება აღარ გინდოდეს და ესეც იყოს პროტესტის ფორმა რომ მე აქ არაფერს აღარ გავაკეთე. კი ბატონო. ან პირიქით. და რაღაცა ეს ანუ ჩვენც მაგ მე პირადად მაგ აი ორ მას შორის ვარ გაჭედილი რომ ვერ ხვდები მაგრამ მაინც ალბათ უფრო სწორი ის არის რომ მიიღო მოცემულობა ისეთი როგორიც არის და შენ არ დანებდე და მაინც იმუშაო იმიტომ რომ შენი კრიტიკული ხმა ყველაზე მეტად შენი პროფესიიდან ისმის ხო მაგალითად ჩემი კრიტიკული ხმა ბევრად უფრო კარგად და გასაგებად შემიძლია გავაჟღერო როგორც კურატორმა ვიდრე როგორც აქტივისტმა რადგან ხო ეს არ არის ჩემი პროფესია აქტივიზმი და ვფიქრობ რომ ჩვენ გვყავს პროფესიონალი აქტივისტები რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ რა ამ ქვეყნისთვის და მე მათ სამწუხაროდ ვერ შევედრები შეიძლება სურვილი მქონდეს ამიტომ ჩემი პლატფორმა კრიტიკული აზრის გასაჟღერებლად ყოველთვის იქნება თქვათ ჩემი გალერეა ან გამოფენის ფარგლები რა კი ბატონო გეთანხმები და აი მეც ხა რაც ასე ვთქვათ ჩვენ დღევანდელ რეალობასთან ჩავატარე ეგეთი performance reenactments, ანუ გავიმეორეთ პერფორმანსები 90-იანებიდან და რაღაცა გავატარეთ აი პარალელები დღევანდელ დღეობასთან და
პრაქტიკულ მოცემულობებთან და რა სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი ესე ემსგავსება და ისტორია ზოგადად რომ მეორდება რა. ზუსტად და ნუ აი რაღაცნაირად ახლა ზუსტად იგივე პერფორმანსები შეიძლება არ იყო, ანუ აი იყო ნინო ჩუბინაშვილის ჩუბიკას პერფორმანსი. დედარმი იყო 94 წელს ამას Fashion Week-ზე გამართული პერფორმანსი. სადაც მოდელები იყვნენ ერთნაირად ჩაცმულები იმ კოსტუმებში და რაღაც სახე არ როგორც ჯარისკაცები ხო? როგორც ჯარისკაცები აი ჩინეთში რო არის დედარმის და ასე თქვათ, ანუ იმ პერიოდში აი ეხმიანებოდა ის სამოქალაქო ომს, აი ვითარებას რაც ხდებოდა 90-იანებში, ოღონდ აი ეს იყო რაღაცა Fashion Week-ის ნაწილი. და მე მინდა რომ მაგ პერფორმანსის განმეორება და ნინოს რო დაველაპარაკე და ძალიან მოეწონა გიდეა და მოკლედ ჩვენ ანუ მაგას ქონდა ის იგივე კოსტუმები შენახული 90-იანებიდან და ჩვენ ასე ვთქვათ ანუ ზუსტად იგივე პერფორმანსი არ გავიმეორეთ, არამედ ავიღეთ და მოვარგეთ დღევანდელ კონტექსტს, ანუ რა ხდება საქართველოში, მსოფლიოში და ნუ ძალიან საინტერესო ესეთი კრიტიკული აი შენ რასაც ამბობდი, ხო, რაღაცა ის შენი კრიტიკული ხმა და ასე თქვათ მონაწილეობა შეიძლება კი, ანუ მეც არ ვარ აქტივისტი სამწუხაროდ თუ ნუ რაც არის, ხო, მოცემულობა, მაგრამ ნუ აი მეც როგორც კურატორი ვცდილობ რომ ამითი რაღაცა გააჟღერო შენი კრიტიკული ხმა. კი ბატონო, კი. და ნუ რაც მგონია რომ მე მგონი ძალიან კარგი გამოგვევიდა და ნუ ასე ვთქვათ ისტორიისთვის, იმიტომ რომ აი ყველა ის პერფორმანსი რომელიც გავაკეთეთ შარშან მაგისი ვიდეო ჩანაწერებიც არ არის, მარტო ფოტომასალა არის. და ეს ყველაფერი დოკუმენტაცია მოხერხდა ამჯერად და ესე ვთქვათ კიდე ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო, ანუ ვარძია ჯგუფი. მაგაზე მინდა რომ ვიცი როგორ ვისაუბროთ, რაღაც უფრო დიდი მონაკვეთი დაუთმოთ, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან უცნაური სიურპრიზი იყო, რადგან სანამ შენგან არ გავიგე, საერთოდ არ ვიცოდი მათი არსებობის შესახებ და აი რაღაც ძალიან საინტერესო კოლექტივი აღმოჩნდა, რომლებიც წარმოუდგენლად უცნაურ დროს აკეთებდნენ იმ ტიპის ხელოვნებას და პერფორმანსს, რასაც აკეთებდნენ და მინდა რომ ამაზე აი კარგად ვისაუბროთ. აქვე იცი რა მინდა ჩვენ მაყურებელს რომ უთხრა ის ვიდეო, რომელიც შენ გაქვს გაკეთებული ამ ქართული პერფორმანსის შესახებ. YouTube-ზე შეუძლიათ რომ ნახონ და არ მახსოვს უბრალოდ რა ქვია, აი როგორ შეუძლიათ რომ მონახონ ეს ვიდეო. კი ბატონო, მე შემიძლია ბმული გაგიზიაროთ, მაგრამ თვითონ YouTube-ზე არის კი ბატონო ეს ფილმი და ანუ თვითონ პროგრამის დასახელებით შეიძლება მოიძებნოს. იმ ერქვა, ანუ ამ პროგრამას ერქვა Embodying Transition, Performing 1990s Today. ანუ ინგლისურად ეგეთი ხო დასახელება იყო. რაც შეეხება ახლა ვარძის? ხო, რაც შეეხება ვარძის არჯგუფი, ანუ მეორე სახელი კიდე ანუ რაღაც ესეთი არაოფიციალური იყო თხუნელები. ამ კოლექტივის და ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებდნენ ვარძიაში. ანუ 80-იან წლებში, ანუ 80-იან წლების ბოლოს, ესე იგი 4 ხელოვანი იკრებოდა ვარძიაში და მაშინ აი როგორც ყოფიან მაგ დროს ანუ არ შეიძლებოდა იქ შესვლა, იმიტომ რომ ნუ აკრძალული იყო. ნუ იმიტომ რომ საზღვართან ახლოს იყო, კი ბატონო. და 80-იან წლებში ჯერ კიდე არსებობდა ეს პრობლემა, რომ ვარძია სასაზღვრო. ზუსტად. ხო და ნუ აი რაღაცნაირად ელოდებოდნენ, როცა აი რაღაცნაირად ჩუმად შეეძლოთ, რომ შეპარულიყვნენ და
იქვე ცხოვრობდნენ, ანუ შეიძლება ხანდახან თვეები ცხოვრობდნენ ამ გამოქვაბულებში, იქვე ატარებდნენ პერფორმანსებს, იქვე რაღაცა საგამოფენო სივრცეც ჰქონდათ, რაც ძალიან საინტერესო, ჩვენ რო ფიქრობთ, რომ რაღაცა ყველაფერი თბილისში ხდებოდა და არა თურმე ვარძიაში ეგეთი რაღაცები პერფორმანსები და ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა მაგ პერიოდში და მე უკან 91-ში რო დაინგრა საბჭოთა კავშირი მაგათმა დაპატიჟეს ეგეთი ძალიან საინტერესო დანიელი არტისტი ელემი ჰანსენ რომელიც ჩამოვიდა ასე ვთქვათ პირველი რაღაცა რეზიდენცია იყო წარმოიდგინე აი ხო 90-იანები ხო ხდები რაღაცა ძალიან ისეთი კიდე ერთხელ რომანტიზების გარეშე მაგრამ ხო ზუსტად მაგრამ ეს ქალი ჩამოვიდა 91 წელს და იქვე ვარძიაში ცხოვრობდა, აკეთებდა ძალიან საინტერესო land arts, აი თხუნელებთან ვარძია ჯგუფი ხო და ძალიან საინტერესოა თვითონ როგორ უყვებოდა მაგ გამოცდილებაზე, რამდენად თვითონ ძალიან აღფრთოვანებული იყო მაგათთან ერთად თანამშრომლობის შედეგებზე. ხო და ეგეც ხო შენ როგორც თქვი რომ ეგეც ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მართლა არავის მეც არ გამიგია მანამდე, რაღაც ამ კვლევის პროცესში, რაღაცა ერთმა ახსენა და ცოტა რომ კიდე კითხვებს რო დასვავ, კიდე და რაღაცა უფრო ღრმად რო შედიხარ ამ კითხვებით, მართლა თხოვნელასავე ზუსტად კი. და ამ პროცესში მოკლედ ესე მე მოკლედ მოვიძიე ინფორმაცია, მაგრამ კიდე ძალიან ისევ პროცესში ვარ ამ კვლევის პროცესში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა არის, ბევრი მასალა, ძირითადად ხელოვანებთან, პირად არქივებში არის. ერთ-ერთი მონაწილე იყო გია მიმინოშვილი, რომელიც სამწუხაროდ შარშან გარდაიცვალა, მაგრამ თვითონ იმდენად მონდომებული იყო, იცოდა რომ ავად იყო და იცოდა რომ მე მაგ კვლევაზე მუშაობდი და ძალიან ცდილობდა რომ ეს მასალა რაღაცნაირად გადმოენცახა შენთვის. კი. და რაღაცნაირად ლაპარაკებით, ინტერვიუებით ფოტოებით, ვიდეო მასალა რაც მოიძიე, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცები გამომიგზავნა და აქაც ვინც ორი მონაწილე ამ ჯგუფის დღესდღეობით კარგად არიან და ჯანმრთელად არიან, მაგათანაც ძალიან ახლო მჭიდრო კონტაქტი მაქვს და მუშაობთ ამ ისტორიის აღდგენაზე, რაც მithვი რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მაგაზე ერთად ვიმუშაოთ, ეს ისტორია რო არ დაიკარგოს. და არა მარტო როგორც ჩვენი ასე ვთქვათ ლოკალური ისტორიისთვის, ასე ვთქვათ, მე კიდე უფრო ფართო transnational ჭრილში რო ჩვენ ამ ხელოვნების ისტორიის ნაწილი ვართ. კი. იცი, ეხლა რო ვფიქრობ, პრინციპში ჩემი გადმოსახედი ხშირად მიფიქრია, რომ ჩვენ სცენაზე ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად მაკლია, არის ხოლმე პერფორმანსი. რომ ძალიან ცოტა პერფორმანს ხელოვანი ყავს შეიძლება, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება გაბედვა ჭირდება პერფორმანს ჩვენი ტიპის ქვეყანაში. რა მნიშვნელობა აქვს, როგორც არის, მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ 80-იანი წლებიდან დღემდე სულ მინიმუმ 40 წლიანი ისტორია აქვს ქართულ პერფორმანსს, ხო? ხო და რაღაცა 80-იანებიდან დღემდე მონაკვეთი რო ავიღოთ. შენ როგორც მკვლევარი და როგორც ამ საკითხში კარგად გასნობიერებული ადამიანი, როგორ შეაფასებდი ქართული პერფორმანსის, ისტორიას რა? საიდან დაიწყო, სანამდეც მოვიდა, რომ როგორი განვითარების
ხაზი აქვს ლოგიკური, მაგალითად, აი მაშინ რაც კეთდებოდა ლოგიკური იყო და როგორც დღეს გრძელდება. ხო, იცი რა, ახლა მე ვთვლი, რომ ანუ 90-იანებში რაც იყო პერფორმანსები გაკეთებული, აი ზუსტად იმ კონტექსტს ეხმიანებოდა და იმ პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანებოდა ძალიან ბევრი რაღაცა. და რაც ჩემ კვლევაში ძალიან მაკლია და სულ ვცდილობ, რომ მოვიდიო ქალების პერფორმანსები, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, რაც ძალიან ცოტა და ძალიან, ესე ვთქვათ, მოკლედ ვეძებ. რამოდენიმე ხელოვანს მივაგენი, იმედი მაქვს, რომ ჩემ კვლევას რო ჩავამთავრებ, რაღაცა გამოვაქვეყნებ კიდევაც მაგ თემაზე. მაგრამ კი, პერფორმანსი როგორც ასეთი არსებობს ჩვენთანაც და ეგეც ტრანსფორმირდება დროთა განმავლობაში. ახლა ძალიან აქტიური ჯგუფი არის ბულიონი, როგორც იცი, და ეგენიც ძალიან ბევრს აკეთებენ პერფორმანსის მხრივ. ასე ვთქვათ, კიდევ ბევრი კარგი ხელოვანი ყავს ჩვენ საქართველოდან, ვინც performing arts აკეთებს, ხო, კი ბატონო. და ეგ ხო, აღონდ დღესდღეობით ხო, ალბათ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს რაც ხდება, ალბათ ეგეც ამ პერფორმანსის კონტექსტი ხდება. ესე იგი, რადგან შევთანხმდით, რომ ძირითადად ცხადია და გასაგებია, რომ ისიც ესეა, ხელოვნება და ხელოვანები რეფლექსირებენ მოცემულ სიტუაციაზე, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური, ხო, ეხმიანებიან იმ მოვლენებს, რაც იმ მომენტში ქვეყანაში ხდება. და ეს გასაგებია, როგორ განეხილება ლოკალურ სცენაზე, რომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ლოკალური დამთვალიერებლისთვის ძალიან გასაგები და ნაცნობია ყველა ეს სიტუაცია. მაგრამ მე მაინტერესებს ესეთი საკითხი, რომ ლოკალური რაღაცა გამოცდილება, ტრამვა, თქვათ, ქართული სევდა, ქართული ორნამენტი, ტრამვას რაც შეეხება, მაგალითად, ომები ან ემიგრაციის საკითხი, ხო, საქართველოში, რაზეც ხშირად მუშაობენ ქართველი ხელოვანები, რომლებსაც ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კარიერა აქვთ, ხო, მაგალითად, ვაჟიკო ჩაჩხიანი ან ანდრო ვეკუა. ზურა ჯიშკარიანი სხვათა შორის ძალიან ხშირად ნიკა ქუთათელაძე, ხო, ძალიან ხშირად ეხებიან ამ საკითხებს. აი, როგორ ფიქრობ, ამ შემთხვევაში, როგორ ხდება ამ ლოკალური გამოცდილების გადათარგმნა საერთაშორისო ენაზე? ეს რომ გახდეს უფრო მეტად გლობალური მოცემულობა. იცი რა, მე მგონია, რომ ხო, კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა და საინტერესო საკითხია, რომ მაგაზე ვისაუბროთ. მე პირადად მგონია, რომ ეს სევდა, ან ეს ტრავმები, ან ეს ყველაფერი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ავხსნათ და არ გავაკეთოთ მაგისი ახსნა, რაც აი რაღაცა არ ჩათვალოთ, რომ ეს ჩვენი რაღაცა უნიკალური გამოცდილება კი არის, რაღაც მხრივ არის, ჩვენი ისტორია და უნიკალური, მაგრამ ასევე ამ ყველაფერში არის ძალიან უნივერსალური ვიზუალური და ემოციური, კომუნიკაციის ნიშნები, ხო? იგივე, შეიძლება ის სევდა იყოს ძალიან ყველასთვის გასაგები, ხო, ყველანაირად. და თვითონ ეს სევდა არის უნივერსალური? კი ბატონო, თვითონ ეს ემოცია არის უნივერსალური, არა? ხო, ალბათ. მაგრამ თვითონ ხელოვანები თარგმნიან. ამ თავის ნამუშევრებში თარგმნიან ამ უნივერსალურ ენაში. ასე ვთქვათ, მე ვთვლი, რომ ძალიან რასაც თვითონ ჩვენი ხელოვანები აკეთებენ და აკეთებენ ძალიან კარგად, რომ აი ეს რაღაცა ის ეგზოტიციზმი რო არ იყოს, რომ რაღაცა აი ჩვენ ხო ხდები. პრინციპში პირველი იყო ალბათ ფიროსმანი, ვინც მაგის კეთება დაიწყო, რომ სრულიად ქართული იდენტობით რაღაც უნივერსალურ სამყაროებს ქმნიდა. ზუსტად. ყველასთვის გასაგებია და ის მარტო მე არ მეხება, ხო? კი.
ხო და ნუ აი რა ვიცი მე ვთვლი რომ აი შენ ხელოვანები რომელიც შენ ახსენე ძალიან კარგად ახერხებენ მაგის მაგრამ აი მე მაინც მაქვს ესეთი კითხვა და არ ვიცი სწორად როგორ უნდა დავსვა ეს კითხვა მაგრამ დაახლოებით ეს არის ჩემი იდეა ანდროვეკუა რომელიც არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ხელოვანი აფხაზეთის ომის კონტექსტის გარეშე ვთქვათ მისი ვიდეო ის all is fair in dreams and wars ალბათ მაინც გასაგებია ხო იმიტომ რომ ალბათ ომიც რაც უნივერსალური მოცემულობა და კი ანუ მე მგონია რომ და ყველა ომისთვის შეიძლება ეს იყოს ხო ზუსტად ანუ მე მგონი რომ ანუ სოფლიოში არ ვიცი რომელიმე ქვეყანა თუ არსებობს სადრომეც დღევანდელ რეალობაში რომელიც ანუ არ აქვს გამოვლილია ეს რაღაცა ხო ისტორიული მოვლენები რომელიც ანუ შედეგად აი რაღაცა როგორც ანდრო იყენებს თავის ნამუშევრებში იმ გამოცდილებას და იმ ემოციებს თავის ნამუშევრებში რაღაცა უნივერსალურად გადათარგმნის ის ვიზუალურ კომუნიკაციაში და ჩემი ომი ხდება შენი ომი და ჩვენი ყველა საერთო ომი ისე აი კარგი გაგებით იმიტომ რომ მე მგონია რომ ხელოვნებას უნდა ახასიათებდეს კიდევაც ეს მომენტი როგორ ფიქრობ ამ ტიპის ხელოვნება ტრიგერია ადამიანებისთვის კარგი კითხვა იცი რა მე მგონია რომ ძალიან არ მიყვარს ანუ ძალიან ესე generalizing განზოგადოება ჩემთვის არის და მაგ შენთვის არის ნუ სალსახად არის ჩემთვის კი ხო კი ალბათ ალბათ ნამუშევრები ერთის მხრივ ტრიგერია ჩემთვის რაც ყველაზე მეტად მიზიდავს იმიტომ რომ უნივერსალური გამოცდილება არის და რაღაცა უკეთესი ფორმით ვიდრე მე შემეძლო ამის ან წარმოდგენა და ვიზუალიზაცია ის აკეთებს ჩემთვის ყველაზე მოსაწყენი და მისაღები ფორმით რა. ხო, ნუ იცი რა არის მე ვთვლი რომ ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ნამუშევარი ემოცია გამოიწვიოს, ხო, ანუ რაც კითხვები დაგისვას რაღაცაზე რომ შეცვალო შენი ანუ პერსპექტივა, კი ბატონო, კი და მაგ ფუნქციას თუ ასრულებს ნამუშევარი, ნუ მე ვთვლი რომ მაშინ უკვე საკმარისია, კი, საქმე გაკეთებულია ნამდვილად. ხო. ვია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო დისკუსიისთვის და რომ ესე ლაღაც და სასიამოვნოთ ეს. მადლობა. კი, ჩავატარეთ. დიდი მადლობა.